გურჯაანის სპორტული გაერთიანების სამბისტებმა ქუთაისში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირში 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს медаლი მოიპოვეს. მთავარი მწვრთნელის თამაზ ყიფიანის განმარტებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოჭიდავეებმა შესანიშნავად იასპარეზეს და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაისაკუთრეს. ჩემპიონები გახდნენ გიორგი გოგინაშვილი და ალექსანდრე აროშვილი, მეორე და მესამე საპატიო ადგილებზე კი ნიკა ოგანოვი და გიორგი გოგინაშვილი გავიდნენ. ძალიან უმაღლესი შედეგი დავდეთ. 2 პირველი ადგილი, 1 მეორე, 1 მესამე ადგილი, მძიმე ზონაში ჩვენი ფინალი იყო, ორი შეხვდნენ ერთმანეთს ჩემი მოსწავლეებიდან. ძალიან კმაყოფილი ვარ და ეს ბავშვები ძალიან პერსპექტიული სპორტსმენები არიან და მომავალში ველოდები ამათგან დიდ შედეგს. 200-მდე მონაწილე იყო ჯემალ კოსტავას სახელობის ხსოვნის სახელობის ტურნირი. დასავლეთში ეს ჩვენი სახეობა ძალიან პოპულარულია, იჭიდავა ყველამ, აჭარა, იმერეთის ყველამ, თბილისი, რუსთავი და თუ ვინმე იყო, იქ დავინახეთ რა გუნდი ყავს ჩვენ. ჩავატარეთ შეხვედრა, აქედან ყველაზე მეტად გამიჭირდა ფინალური შეხვედრა. ძალიან ნერვიულობდი ხოლმე სხვა შეხვედრების წინ. აქედან მაინც გავიმარჯვე და პირველ ადგილს დავიკავე. ვიჭიდავი 4 და 4-ე სუფთად მოვიდი. როცა გავდიოდი საჭიდაოდ, ყველაფერს უკავტოვებდი და ჭიდაობდი, მაგიტომ